მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელსხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, რადგანაც ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარის ღილაკი, რათა არ გამორჩეთ ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრი მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარებში. ახლა კი დავიწყოთ. Watfords მთავარმა მწვრთნელმა ტომ კლევერიმ დაადასტურა, რომ ჩაკვეტადისთვის საკლუბო სეზონი დასრულდა. რაზანების თავკაცმა ჩაკვეზე ჰალთან გამართული მატჩის შემდგომ ისაუბრა, რომელიც მისმა გუნდმა მინიმალური ანგარიშით 1-0 მოიგო. ჩაკვეტადეს ბრისტოლთან თამაში ძალიან უნდოდა, მაგრამ ამავდროულად კივილს გრძნობდა, რომელსაც რამდენიმე კვირა უმკურნალობთ. ჩაკვეტაძე უბრალოდ მივიდა იმ ეტაპამდე, რომ მიმდინარე სეზონში კლუბსა და ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობის გამო გადაიტვირთა. ახლა შევიმუშავეთ გეგმას, რომელიც გიორგის საუკეთესო სარეაბილიტაციო პროგრამის გავლის საშუალებას მისცემს. ცნობისთვის ჩაკვეტაძემ ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში ჩემპიონშიპში 39 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. ქართველი ფეხბურთელი Watfords ერთ-ერთი ლიდერია და მისით პრემიერ ლიგის წარმომადგენლები დაინტერესდნენ. ჩაკვეტაძის გარეშე დარჩენილ კრაზანებს რაც შეეხებათ, კლევერლის გუნდს 56 გოლა აქვს და მისი მიზანი 6-ში მოხვედრა. Watfords მე-6 ადგილზე მყოფს 4 ქულით ჩამორჩება და მომდევნო შეხვედრა 12 აპრილს West Bromwich-თან ელის. ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას PSG საკუთარ მოედანზე Aston Villa-ს დაუპირისპირდა და ანგარიშით 3-1 დაამარცხა. ანგარიში 35 წუთზე სტუმრებმა გახსნეს და დონარუმას კარი Aston Villa-ს ნახევარმცველმა მორგან როჯერსმა აიღო. 39 წუთზე დეზირე დუემ ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის მეორე ნახევარში ხვიჩა კვარაცხელია საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა და 59 წუთზე ულამაზესი გოლი გაიტანა. ხვიჩა პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ფინალში გოლის გატანა შეძლო. ამასთან ქართველი ფეხბურთელი მატჩის MVP გახდა. 90 წუთზე თავი ნუნუ მენდეშმა გამოიჩინა და შეხვედრა 3-1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა მატჩი შეაფასეს და ქართულ ფეხბურთელზეც ისაუბრეს. ენრიკე, ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. გოლი გაგვიტანეს, მაგრამ თამაში უბრალოდ უნდა მოვიყო და ბოლო წუთზე გატანილი გოლი ჩვენთვის არაჩვეულებრივი იყო, რომელმაც თავდაჯერებულობა მოგვცა. მეორე მატჩზე უნდა ვიფიქროთ და ის ნამდვილად რთული იქნება. აუცილებელია საკუთარი თავის გჯეროდეს. ეს 3 გოლის შესანიშნავი იყო, მაღალი კლასი. შედეგით ძალიან კმაყოფილი ვართ. ყველა მოთამაშე ჭკვიანი და ამბიციურია. ვცდილობთ ყველა მატჩი მოვიგოთ და ყველა შეხვედრაში ვიბრძოლოთ. ხვიჩა ძალიან უნივერსალურია. მისი ყიდვა 2023 წელს, მას შემდეგ გვინდოდა რაც აქ მოვედი. ის თავისთავში მოიაზრებს ყველაფერს, რაც ჩვენს პროექტშია. ესენი ახალგაზრდობა, ბურთთან მუშაობის ხარისხი, ბურთის გარეშე კარგი დაცვითი უნარები და ძალიან მაღალი დონის ფიზიკური ფორმა. მას ძლიერი მენტალიტეტი და დიდი გამოცდილება აქვს. საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო და შეიძლებოდა ის ლივერპულთან მატჩის მიიღო. ემერი, ეს ანგარიში ჩვენს მიდგომას მომავალი მატჩისთვის არ შეცვლის. 2-1 იქნება თუ 3-1 PSG მაინც ფავორიტია. ბურთი დიდებულად დომინირებდნენ. მათ კარგი გარემარბები ყავთ და დიდი ინტენსივობა აქვთ. რა თქმა უნდა, მომავალ კვირაში უკეთესად ვითამაშებთ. ეს არის ფეხბურთი. ჩვენ დაუპირისპირდით გუნდს, რომელიც ძალიან სწრაფად თამაშობს. 2-1-ზე შეტევა და გამარჯვება მინდოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა. სახლში ყველაფერს გავაკეთებთ. პარიზის მხარე გამარჯვებისთვის შექმნილი მხარეა. გარდა მწვრთნელებისა მატჩი თავად მატჩის გმირმა შეაფასა. ხვიჩა, ცუდად დავიწყეთ, როცა ის გოლი გაუშვით, თუმცა დუემ გაიტანა და ჩვენ თამაშის შემოbrunება შევძელით. ვცდილობდით უფრო მეტი და მეტი გაგვეტანა. ამ შედეგით კმაყოფილები ვართ, თუმცა გავაგრძელებთ, რადგან საპასუხო მატჩი გველის და ის ჯერ არ დასრულებულა. თამაში 90 წუთს გრძელდება. არ აქვს მნიშვნელობა გოლებს გაუშვებ თუ არა. ჩვენ კონცენტრირებული უნდა დავჭრით. მთელი 90 წუთის განმავლობაში. ჩემი გოლი ზუსტად არ მახსოვს. კიდევ ერთხელ ნახავ, იყო თუ არა კარგი. საპასუხო მატჩი საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს ჩვენი თამაში ვითამაშოთ და ვფიქრობ შევძლებთ ნახოთ რა მოხდება. კვარაცხელია ასპარეზობა შეუმჩნეველი არ დარჩენია თუ ცხოურ პრესებს. შესაბამისად ისინი ქართველის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებენ. UEFA მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან ბევრს შრომობდა. ბევრი საფრთხე შექმნა. თავის ჯადოსნური მოქმედებით მეორე გოლის მომენტში ყველა გაახარა. ამ გოლში კლასი და ნიჭი გამოჩნდა. ეს იყო მაგალითი თუ როგორ უნდა აიღოს პაუზა ფეხბურთელმა და საჯარი მატჩის შესრულისას აკონტროლოს თამაშის ტემპი. დღეს მისგან ყველაფერი ხარისხიანი იყო, როგორც ბურთთან ისე უბურთოდ. BBS სპორტი
უყურეთ, ის აბსოლუტურად საუკეთესოა. ხუჭა კვარაცხელია შეუჩერებელი იყო. ასტონ ვილა მას ვერც კი უახლოვდებოდა. მაგალითად აქსელი, არიცოდა საით უნდა წასულიყო. მას კვარა ყოველდღიურ ზიატყუებდა. ლაპარისენი. ხუჭა კვარაცხელიამ ზებუნებრივი გოლი გაიტანა. ისეთივე წარმოუდგენელი როგორც დეზირე დუემ. თანაც ეს ყველაფერი 10 წუთის ინტერვალში. მეტიც, ქართულმა ფეხბურთელმა ზღაპრული გოლი გაიტანა. სწორედ ამისთვის იყიდეს ზამთარში 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ. კვარამ PSG ორბიტაზე გაუშვა. ლექვიპე ხუჭა კვარაცხელია ლუის ენრიკეს სხვა ძლიერი არჩევანია, რომელმაც გენიალურობა გამოიჩინა. ქართულმა დიდებული აჩქარება მოახდინა. საჯარიმოში დამანგრეველი სრულმოძრაობები გააკეთა და არგენტინელ მეკარეს შეუჩერებელი დარტყმით გაუტანა. ცნობისთვის ასტონ ვილას და პარი სენ-ჟერმენისგან მეორებითი დაპირისპირება 15 აპრილს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 11 საათზე დაიწყება. UEFA-ს კონტროლის ეთიკისა და სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 9 აპრილს ნიონში გაიმართა, 23 მარტს საქართველოს სომხეთის მატჩის მიმდინარეობისას და თამაშის დასრულების შემდგომ მომხდარი ინციდენტების შესახებ იმშელეს. UEFA-ს გადაწყვეტილებით გულშემატკივართა მხრიდან მოედანზე შევარდნის, ლაზერული სანათებისა და პიროტექნიკის გამოყენებისთვის, აგრეთვე გასასვლელების ბლოკირებისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40,000 ევროთი და ერთ სანიშნავო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლად გამართავს. აღნიშნული შელი იხება იმ გათამაშებებს, რომელზეც UEFA-ს სადისციპლინო კომპეტენცია ვრცელდება. შესაბამისად, სასჯელი არ ვრცელდება. ამხანაგურ მატჩებსა და 2025 წლის შემდგომზე გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართულ გულშემატკივრებს თურქეთთან გასამართი მატჩისთვის სტადიონზე შესვლა შეეძლებათ. UEFA-ს გადაწყვეტილება ასევე მოიცავს 2 წლიან გამოსაცდელვადას. 2 წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევების განმეორების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს კვლავ უმაყურებლად ითამაშებს. დისკვალიფიკაცია ერთა ლიგის ახალი 2026-27 წლების სეზონის პირველ საშინაო მატჩს გავრცელდება. ჰაიდენჰამის მთავარმამწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა ლევერკუზენთან მატჩის შემდგომ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. შმიდტის განცხადებით, ჰაიდენჰამის ქართველი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე ტრამვირებულია და გუნდს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება. მათიას სონსაკი და ბუდუ ზივზივაძე ტრამვების გამო ვერ დაგვეხმარებიან. ბოლო მატჩებში მათ შორის ვოლსბურგის წინააღმდეგ ზივზივაძემ შესანიშნავად ითამაშა. ჩემთვის და მისთვის სამწუხაროდ ბუდუ ტრამვირებულია. ფეხბურთში ასე ხდება. გუშინ ფიზმომზადების მწვრთნელთან ერთად ვარჯიშობდა. პოზიტიურად იყო განწყობილი. ახლა ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ბუდუ ყველაფერს აკეთებს, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს. საქმე გვაქვს გვერდითი იოგის ტრამვასთან. ასე დროს კი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელს დისკომფორტი არ ჰქონდეს. შესაძლოა ბუდუ რამდენიმე კვირაში კვლავ მოედანზე ვიხილოთ. სამწუხაროა, რომ ახლა დაშავდა. ვინაიდან მასა და მარვინს შორის ურთიერთგაგება გამოჩნდა. თუმცა ჩვენ შევეცდებით ბუდუს ალტერნატივა მოუძებნოთ. ცნობისთვის ბუდუ ზივზივაძე ჰაიდენჰამში მიმდინარე წლის იანვარში კარლსრუედან გადავიდა. ბუნდესლიგაში ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 12 მატჩი, 2 გოლი და 2 საგოლე პასია. სულ რამდენიმე თვეში გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას დაემშვიდობება და ინგლისის პრემიერ ლიგის ერთ-ერთ გრანდს ლივერპულს შეუერთდება, სადაც ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ბრძოლა მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს მეკარე ალისონ ბეკერთან მოუწევს. გიორგი საქმეს ურთულებდა ის ფაქტი, რომ კელეჰერის სახით წისლების ღირსებას ბრაზილიელის გარდა კიდევ ერთი უმაღლესი დონის გოლკიპერი იცავდა. თუმცა ბოლო ინფორმაციით ირლანდიელი წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია. თიმთოლქის ცნობით კელეჰერმა ლივერპულთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე კატეგორიული უარი განაცხადა, რადგან მომავალ სეზონში თუნდაც სათასო მატჩებზე მოედანზე რეგულარულად გამოჩენასთან დაკავშირებით გარანტიები ვერ მიიღო. თუ ადრე მის ტრანსფერს ნიუკასლსა და ბორნმუთს უკავშირებდნენ, ახლა ჰორიზონტზე ლიზიც გამოჩნდა, რომელიც ირლანდიელ მეკარეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაუხდის სოლიდურ თანხას, თუ ამ სეზონში დასახულ მიზანს მიაღწევს და პრემიერ ლიგაში დაბრუნდება, რაც კლუბს სერიოზულ ფინანსურ სარგებელს მოუტანს. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ გიორგი მამარდაშვილს ერთით ნაკლები კონკურენტი ეყოლება, რომელიც როგორც მის სათამაშო დონეს შეესაბამება. ქართველი ლივერპულში უდიდესი ამბიციებით ჩადის და ალისონთან კონკურენციის მოგებას აპირებს. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ვიდეო. ასევე არ დაგავიწყეთ გამოიჭროთ ჩვენი Instagram და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.